მოგესალმებით მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცბად მოვიტყო ის ადამიანი ვინც განსაცდელს შენახეთ პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი ის ადამიანი ვისაც რაღაცა გაჭირება გაქვს ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი რა ვიცი ჭირის უფალია დღეს საქართველოში ბევრი ტკივილით ხართ ახსავსე ყველას მინდა რომ რაღაცნაირად სიხარული გისურვოთ მომავალი რომ რაღაცნაირად გაუძლოთ ამ ტკივილს და ამ ყველაფერს და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი რომლის დროსაც აი მართლა ლაპარაკი არ მინდა ხოლმე როცა ეს ადამიანია მამა ადამ ახალაძე მაგრამ სულ მაძალებს ხოლმე შენი ლაპარაკი მაგრამ აი მამა უყავს სტუმრად არქიმანდრიტი კაცი რომელსაც ძალიან ბევრი გამოუვლია ძალიან ბევრ ადამიანთან ქონია შეხება ბევრის დახმარებია ბევრს და მამო რაღაც საკითხები არის რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ და ბევრი ამბიციური ადამიანი ალბათ მომხდარა თქვენთან იმ მამებთან იმ დედებთან ვისი მოწაფეც და ვისთან ერთადაც გაიზარდეთ თქვენ რომლებიც დღეს წმინდანები არიან ეს ადამიანები და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რო გკითხოთ როგორ მოვთოგოთ ჩვენი ამბიციები ადამიანებმა და აი ამ ბოროტს როგორ ვებრძოლოთ და დიდი მადლობა მოგზანებისათვის დიდი მადლობა ჩემ პატივისცემა თქვენ დიდი მადლობა გადაცემაში რომ ვარ კვლავ გიორგი მიცის რომ ის გადაცემაში ისეთი სიმშვიდეა რომ ჩვენ აქ მართლა ვსაუბრობთ და ვლაპარაკობთ იმაზე რაც გვაწუხებს და მეორე მხრივ ვამბობთ იმას რაც გულში გვაქვს და ეხლა ყველას გულში აღდგომის სიხარული გვტრიალებს და ის ორი სიტყვა რომელიც ყველაზე უფრო დიდ სიხარულს იწვევს რომელიც არის უზარმაზარი სიხარულს და სიყვარულის დამტევი მინდა ჩემოგიოთ შენს და ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა და კიდევ ერთხელ მივესალმო თელს კაცობრიობას ქრისტე აღდგა ეს არის ძალიან დიდი სიხარული და ამ სიხარულში ჩვენ ალბათ ყველა იმ პრობლემას იმ წუხარებას იმ განსაზღვრებას არ გვტოვებს ჩვენს უწვიდეს უყვარდა ხშირად გაიხსენებინა ჩვენთვის შეგონება ო სიხარულო შენ დასაწყისი ხარ მწუხარებისა ომწუხარება შენ დასაწყისი ხარ სიხარულისა რადგან ისინი არის გადახლართული ერთმანეთში გადაწნული გადაჯაჭვული ამიტომ ვფიქრობთ ამაზე ყველაფერზე და ესე ჩვენი მწუხარება რა კითხვაც დასვი გიორგი რომ ადამიანებს გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში პრეტენზია სურვილი მივიღოთ იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ ამას ვიმსახურებთ თანაც 1000 ჯერ მეტი 10000 ჯერ მეტი იქნება ეს ამბიცია ამ სიტყვით დავახასიათე თუ ამპარტავნება თუ ეგოიზმი საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარება შური მოყვასისა ძმისა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ერთი ხის ნაყოფებია ისიც აი ეზოში დგას რომელიმე ხილი თქვათ ვაშლის ხე და აი რომ ჩამოკრიფო ეს ნაყოფები ყველა ვაშლია მაგრამ თითოეული მეტნაკლებად ერთმანეთსაგან განსხვავდება თუმცა საფუძველი სულ ერთია ერთი არის მიზეზი ამისა ამიტომაც მამები გვასწავლიდნენ რომ იპოვე შენში ჩაბუდებული ბოროტების სათავე ანუ ცოდვის სათავე და ამოგლიჯე იგი ფესვებიანა უნდა იცოდე ყველაზე მეტად შენში რა არის ის რასაც ვერ ერევი ხომ აი მაგალითად ვერ ერევი იმას რომ გინდა გახდე ვიღაც ხომ აი ადამიანი მუშაობს ტელევიზიაში და გინდა თუ არა უნდა რომ თვითონ იყოს იქ ბატონ პატრონი და უფროსთა უფროსი და რითვალისწინებს იმასაც კი რა ჯვარი და ტვირთი აქვს მას ხომ ასე ჩვენთან ლამის ყველგან არის და ასეთი ადამიანები სამწუხარო ძალიან მომრავლებული არიან და რა განაპირობებს უპირველეს ყოვლისა ხედავთ ეს ადამიანები მოკლებული არიან საღი განსჯის უნარს იმიტომ რომ შენ რომ რაიმეს უფროსი იყო შენ რომ რაიმეს ხელმძღვანელი იყო უპირველეს ყოვლისა ეს საქმე ძალიან კარგად უნდა იცოდე ეს ერთი მეორე უნდა კონდეს ამისი
ყველა მატერიალური რესურსი. აქ მარტო ფინანსურზე კი არ არის საუბარი, მატერიალური რაც არის საჭირო კავშირები, საჭირო თქვათ შენობა, შენობის მართვის საშუალება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა ადამიანი ამაზე ვერ მსჯელობს სახად, რა უნდა ქნა? აი ესეთი კარგი გამოთქმა არსებობს კიდევ. ლიდერის ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ მას არ სურს ლიდერობა. ეს ის პრინციპია, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე ერთმანეთს ქრისტიანები. იცით, აი დასავლეთში მაგალითად ეს ცნობილი გამოთქმა და ამიტომაც მე მეტგვარად ვერ გადმოვა ქართული, ისინი ამ სიტყვას ლიდერს იყენებენ. ნახეთ, ადამიანებსაც არ სურს ლიდერობა. აი ის არის ლიდერი. და ნახეთ საიდან გამოდის, რა თქმა უნდა, ქრისტეს სწავლების არის გამოდის იქიდან, რომ გვეუბნება და გვასწავლის მაცხოვარი უკვე თუ შენ გინდა პირველი იყო, იღავი მსახური ყველასი და თან როგორი მსახური? აბა ვნახოთ როგორი მსახური უნდა იყოს, რა მაგალითს გვაძლევს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, შენს მოყვას, ძმას, ყველას ანუ ახალი გულისხმობა ვინმე 10 ადამიანი 100-1000 ყველას ფეხი თავად უნდა დაბანო. ეს ფეხბანვა სამწუხაროდ ქრისტიანების მიერ არ არის გაგებული. იცით ჩვენ წლების განმავლობაში კი უამრავი ხედავს ქართველი მრევლი ვთქვა და ასე სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში რომ სრულდება ეს, მაგრამ სინამდვილეში რა არის ეს? სანამდე დაიდაბლა თავი უფალმა და მაცხოვრმა ჩვენმა იესო ქრისტემ. იცით, როდესაც იუდეველის ოჯახში სტუმარი შევიდოდა, ვინაიდან იუდეის გზები, იგულისხმება მთელი ისრაელი, გალილეაც და ასე შემდეგ, ძირითადად მტვრიანი იყო. შრალი ქვიშის რაოდენობა ბევრი იყო და ადამიანი რომელიც დადიოდა ფეხ შემოსილიც, მაგრამ თქვათ ის რაც ჩვენ გვაქვს წინდების გარეშე. ხო? აი სხვაგვარი დასწრები. მას მოსასვენებლად ყველაზე პირველად უნდა ფეხის განბანვა. მაგრამ როდესაც მივიდოდა ამ სახლში, განა მასპინძელი ბანდა მას ხელს. არამედ მისი მოახლე და მონა რომელიც ყავდა სხვა ამ საქმეს არ მოჰკიდებდა ხელს, ასე თავს არავინ არ დაიმდაბლებდა. აი ამიტომაც ნახეთ, ყოველ ქმედება ქრისტეს იმისთანა რომ მართლაც როგორც არის იმდენი წიგნები უნდა იწერებოდეს ამას. და ნახეთ როგორ დაიმდაბლა თავი თვითონ და ანუ მე ვარ მონა აი იმ იუდეველთა სახლს, აი ჩემი ადგილი სად არის, სანამ და დავიმდაბლო თავი მე. და აი ეს თავის დამდაბლება არის უბრალოდ მაგალითი კი არა ამ შემთხვევაში. ეს თავის დამდაბლება არის პირდაპირ ცნება იმისა, რომ თუ ასე არ მოიქცევი, შენ ვერ გექნება წილი მაცხოვართან და ჩვენ ხედავთ პეტრეს რომ უთხრა რომ შენ თუ არ დაგბანე ახლა არ გექნება ჩემთან წილიო, ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს რომ პეტრემ უთხრა რომ არ დამბანო, იმასაც ნიშნავს რომ შენ შემდგომში ასე თუ ვერ მოიქცევი არ გექნება წილი მაცხოვართან. აი ნახეთ, ასეთი გააზრების მერე ჩვენ ცოტა სხვა ამბიციები გვექნება. ხო? აღარ გვექნება ასეთი ამბიცია და თუ შენ თავის დამდაბლებას არ აპირებ. მეორე ფაქტორი არის კიდევ განჯის უნარი არა აქვს, ეს არის იცით, აი ის რასაც განათლება ქვია. განათლება ეს არ არის დიპლომების რაოდენობა, ეს მინდა მე ჩვენმა ქრისტიანებმა კარგად იცოდეთ, იმიტომ რომ აი ბოლო არეულმა განათლების სისტემამ მას შემდგომ რაც დამთავრდა მწყობრი განათლების სისტემა თავისი პლუსებით და მინუსებით, აგერ უკვე ჩვენ ლამის 40 წელიწადი ამ სისტემაში ცხოვრობთ, ხელი შეუწყო ადამიანებს ჰქონდეთ უამრავი დიპლომი. მაგრამ ეს არასოდეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არის ყველაფერ ამაში განათლებული. და საერთოდ კიდევ ასეთი დღეს რაღაც ციტირებაზე ვარ გადასული, არაჩვეულებრივი გამოთქმა არსებობს. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანში, მის სულსა და გონებაში, როდესაც ყველაფერი, რაც მან ისწავლა, დავიწყებულია.
ამიტომ აქ ნამდვილად მსჯელობა განათლებაზე იმითი რომ მე ორჯერ დოქტორი ვარ ხოლო სხვა მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ რა პირობებში მიიღო ერთი ძალიან ცნობილი ქართველი რომელსაც ჰქონდა ფილოსოფიის დოქტორობა მიღებული გერმანიაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აი იმ წლებში როცა ჯერ კიდევ ეს შესაძლებელი იყო არასოდეს ამით რა თუ არ ტრაბახობდა არც იხსენებდა ხოლმე ამას არ ახსენებდა საერთოდ იმიტომ რომ გერმანიაში ადვილი იყო უცხოელისათვის მიეღო დოქტორის დიპლომი გავხდარიყო დოქტორი მაგრამ გერმანელებს 9-ჯერ უარეს პირობებს უქმნიდნენ და უფრო მეც თხოვდნენ და ეს ყველა მიცოდა მაშინ ისაც განათლებასთან ქონდა კავშირი ამიტომ არც კი იხსენებდა იმას დღეს ჩვენ არც ვკითხულობთ რომ ამ ადამიანს რომელი სასწავლებელი აქვს დამთავრებული ვინ იყო მისი ხელმძღვანელი როგორ შედგა მისი დაცვა განა ჩვენ არ ვიყავით მოწვე იმისი რომ საერთოდ დისერტაციები არ იდებოდა ისე ენიჭებოდა ამ დოქტორების წოდება როგორც კი ის მწყობრი სისტემა მოიშალა ადამიანის ბუნება ალბათ ბევრის არის ასეთი რომ არის მღურიე წყალში როგორმე თევზი როგორ დაიჭიროს და სიხარბეს არ აქვს მნიშვნელობა არა და თუ კი შენ ამგვარად მოიპოვე ნახე და ხარბი ხარ სიხარბეს განათლებასთან რა კავშირი შეიძლება უნდა კონდეს თუ ადამიანი ხარბია ჩავთვალოთ რომ იგი უსწავლელია და გაუთავებელი ბრძოლა პროფესორობისთვის აკადემიკოსობისათვის ისე რომ წიგნების რაოდენობა არ თუ დაწერლის წაკითხული ძალიან მწირია გვაძლევს ამ საზოგადოებას სადაც ყვავის მხოლოდ ამბიციები და არანაირი ამის უკან არაფერი აღარ ადგას და თითქოს ჩვენ არ გამოგვივლია ეს პერიოდი როდესაც საქართველოს ამშვენებდა მეცნიერთა და სხვა დარგში მოღვაწეთა მთელი კოჰორტა ბევრი გამორჩეული ადამიანი ერთდროულად მაშინაც უკვე ხალხაბამდები მაგრამ აი ეს ადამიანები ქმნიდნენ საზოგადოებაში იმგვარ განწყობას და ჩვენ ვიზრდებოდით ამ განწყობაში რომ შენ ღირსი უნდა იყო იმისი რასაც გააკეთებ თანდათანობით ეს უფრო მოიშალა მე მახსოვს ჯერ კიდევ ჩემ დროს ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა პირველი ხარისხის დიპლომებს რესპუბლიკურ ტურებში აი საგნებში რო წარმატებული იყავი და ნუ იქ მხოლოდ მიუხედავად იმისა რომ იძახიან ახლა რა კარგი დრო იყო იქ ეგრეთ წოდებული ჩაწყობის გარეშე არაფერი არ ხდებოდა რადგან ყველაფერს იდებოდა და რის თქმა მინდა შვილებისთვის სახლში მოქონდათ ეს უხსენებლის თავიანი დიპლომები იმ უხსენებელის რომელსაც იცით თქვენ ვინც არის მისი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ზედ მისი პორტრეტი ხომ და და რა მოუტანეს შვილებს უბრალოდ ის უხსენებელი მოუტანეს ამიტომ ყველას მინდა მოუწო რომ ამბიციები შევიზღუდოთ ამით ნუ განსაზღვრავთ ყველაფერს უფრო ვიზრუნოთ იმაზე რომ ჩვენმა შვილებმა რომ ისინი ჩვენნაირები არ გაიზარდონ ამბიციებით რაღაც შემოსილნი და შეიარაღებული როგორ უნდა ვიზრუნოთ იმიტომ რომ მაგალითი ძალიან რთული არის შენ თვითონ ესე რო იზრდები და მე უბრალოდ შენ შვილს როგორ გასდი ხო ამ შემთხვევაში პირველი რომ შვილს არასოდეს დათვური სამსახური არ გაუწიო თუ შვილი არ დადის უნივერსიტეტში შენ კი არ უნდა მიხვიდე და ატეხო ერთი ამბავი რომ როგორ ბედავთ რომ ჩემი შვილი არ დადის და თქვენ უნდა და დღეს საერთოდ ხო ვერ აბარებს და პირიქით 10-ჯერ მეტად უნდა მოთხოვოთ ის რომ მან ისწავლოს და მიიღოს მხოლოდ ის რაც მას ეკადრება და რასაც იგი იმსახურებს ამაღზდიდან იწყება ყველაფერი თორემ სხვაგვარად უნდა მოუხმოს ადამიანმა საკუთარ სინდის და ნამუს ისეთ ეს ისეთი რამეა რომელიც გარედან არ იმართება ისეთ როცა ძალიან ბევრ სინდისობას ვაწყდები ხოლმე აი ადამიანები რაღაცა იცით ისე მოიქცევიან რომ მე ვამბობ ხოლმე რომ რამისთანაც წვიმა მოვიდა ამ ჩემს ქვეყანაში ამდენი სინდის გარეთ ცხილი რომ დადის თქო და რა წვიმა მოვიდა რა საინტერესოა უპირველეს ყოვლისა ადამიანებმა თავს უფლება მიცეს და თავის ნებას მიცეს უფლება რომ ასე იქცეოდნენ და არა სხვანაირად იცით როდესაც შენ
არ გაქვს მოთხოვნილება შენი თავის მიმართ, როდესაც კრიტიკული არ ახარ, როდესაც შენ არ აღიარებ შენს თავთან, რომ რაღაც არ იცი, რომ გჭირდება სხვისი დახვეწა, რომ სხვა შენზე უკეთესია. ისეთ ამის გარჩევის უნარი თუ არა გაქვს, ასეთ შემთხვევაში, აბა როგორ უნდა გასწავლო ეს, ამას ყველაფერს ხო ნამუსი ხელმძღვანელობს, ის შინაგანი ჩვენი ნამუსი, რომელიც არის ღმერთის ხმა ჩვენში და რომელსაც ასე იცავს ჩვენი ფარველი ანგელოსი. ამიტომაც აღზრდა არის იმის პირობა, რომ ამბიციები ადამიანს არ კონდეს, როგორი აღზრდა, ადამიანური აღზრდა და რა მუდმივად ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს ტყუილებში გაზრდა ხომ, აი ჩვენ როცა ვიხსენებთ, აი სულ ამის ყველა ამბობს არაჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა, როგორი კარგი წინაპრები ყავდა და ახლა ჩვენ ვიცით, რომ არ იყო ასეთი, ვთქვათ, მე-20 საუკუნეც ესე ჩვენი ბებიები და ბაბუები ცხოვრობდნენ, ასეთი უნაკლო საქართველოსთვის, საქართველოსაც უღალატეს, ღმერთსაც უღალატეს, ტაძრებიც დაანგრიეს, სხვისი ნაშრომებიც მიითვისეს, სხვისი სახლკარი, გადასახლებულების ცოლ-შვილს რა დღეში აგდებდნენ და რამდენი სასულიერო პირი გაწყვიტეს, რამდენი დაიმალა და არ წავიდა ომში. და ომის მერე ისინი აღმოჩნდნენ წარმატებულები და მდიდრები და ჩვენ რომლებიც ომში დაკარგულები შთამომავლები ვიყავით, ჩვენ ხერხებაში გამართვისათვის მეტი ბრძოლა გჭირდებოდა. იცით, მართალი უნდა იყო ადამიანი. არც კი ვიცით ამას, ჩვენ რომ მივყვეთ ახლა სისტემურად, ბევრი რამე აქვს ფსიქოლოგიურადაც, სოციალურადაც, მაგრამ ქრისტიანობაში ამას ვასწავლით, რომ მართალი უნდა იყო. მართალი, იმიტომ რომ ღმერთი შენია მართალი. თუ შეიძლება მამო, ეხა მაგის კითხვა მინდა ზუსტად, რომ ძალიან ბევრი და კაი ადამიანი ამ ქვეყნად იჩაგრება და ეგრეც არის თითქოს ეხა ამ ქვეყნად არც დიდ ადამიანს არ გაუხარია ნებისმიერ ხატს, რომელსაც ემთხვევი, ამ ქვეყნად გახარებული არ უცხოვრია და ყველას რაღაც თავის ტრაგიკული ცხოვრება აქვს და მოღვაწეობა, ხო? ამ შემთხვევაში მამო, აი ჩვენ როგორ უნდა ძალიან რთული პირობები გველის და ძალიან რთული დრო, იმიტომ რომ უსამართლობა წინ იწევს, აი თქვენი თქმის არ იყოს, აი ის ადამიანები, ვინც მართლა ღვაწლში იყვნენ, არ დაფასდნენ და ვინც იმალებოდნენ იმ დროს, როცა სამშობლოს ჭირდებოდა. მადლობა რომ დამეხმარეთ. როცა სამშობლოს ჭირდებოდა, ეს ადამიანები პირიქით წარჩინებულად ითვლებოდნენ. ძალიან ცუდია, მართლა ეგრე არის, დასაფასებელი ადამიანი დღეს არ ფასდება და ვინც არის, აი რაღაცა მეათე ხარისხი უნდა დასაფასებელი კი არა, რაღაც შეიძლება გამოსაჩენიც არა, ის ფასდება. აი რა მაგალითი არის ეს მამაო, რისკენ მიუთითებენ ხალხს. მე ეს ხო სიბოროტეს ბადეს, ეხლა აი მამაო წარმოგიდგენ პატარას რო უჩვენებ, ან მოზარდს რო მომავალ თაობას რო უჩვენებ, რომ აი ვიღაცას ვისაც ფული აქვს, იმას უფრო მეტ პატივს როცემ, ვიდრე რომელიღაცა პროფესორს სიტყვაზე ან პედაგოგს, ხო? ან აი რაღაცა პოლიციელს ან ვიღაცა მაღალჩინოსას უფრო პატივს როცემ, ვიდრე რაღაც მეცნიერს, ხო? მე იმ ბავშვს მიმართულება ხო ეძლევა, რომ ადამიანს უპატევი უნდა, ხო? იტყვის, რომ რაღა ეხა მეცნიერი გავხდე, აგერ აი გახდა ვიღაცა ისა რა ქვია ნახალობის პოლიციის უფროსი და უფრო მეტ პატივს ცემენ და მოდი რა აი უბიძგებენ აქეთკენ სიტყვას. აი ამ შემთხვევაში მამო, აი ეს მაგალითთან როგორ დაიჭმა ძალიან რთულია მამო, რა დღეს რომ აი ამ შენი სიწესიერით შენ იმაში ჩაეტიო რა აუცილებლად გაიძულებს საზოგადოება რომ რაღაცნაირად იმიტომ რომ შეიძლება შეერი მოდო მამო. რა თქმა უნდა, ამიტომაც ჩვენ ამ ადამიანებს რომლებიც სისუსტეს იჩენენ ჩვენ მათ ამ ადამიანური სისტემის გამო კი არ განვიკითხავთ. არამედ ქრისტიანობა არ არის სინანულისკენ მოუწოდებთ. ისეთ მთავარი არის ქრისტიანობაში, რომ ადამიანი არ შეეგუოს იმ ყოფას, სადაც უსამართლობა ბატონობს. არ შეეგუოს იმ რეალიას, სადაც ბოროტება მძვინვარებს. და ხშირად შესაძლებელია მან ვერ მოახერხოს გამოსვლა მოსამართლობის წინააღმდეგ, რამე ვერ გააკეთოს იქ შვილების, ოჯახის შეეშინდეს, თუნდაც თავისი თანამდებობის დაკარგვის და ასე შემდეგ, მაგრამ არასოდეს იგი ამ
გვარი გაუკუღმართებული ყოფის აპოლოგეტი არ უნდა გახდეს. ქრისტიანობაშიც ასეა. ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს, რომ სასიკვდილო სარეცელზეც კი არ უნდა დაარღვიოთ მარხვა, მაგრამ უამრავი გამონაკლისი არსებობს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან და გვეუბნებიან ამ მიზეზების გამო. ჩვენ მათ მიუტევებთ, მაგრამ იქვე ვახსენებთ, რომ ეს კი არ არის, ეს კი არ არის ის, რაც ქრისტიანს ამშვენებს. იმან სულ მთელი ცხოვრება უნდა იცოდეს, სინანულიც ეს არის, რომ ვაიმე რომ ეს ვერ გავაკეთე ქრისტეს გულისათვის. ჩვენთან ასე ხდება ხოლმე ჩვენში, ანუ ქრისტიანულ სამყაროში, რომ ხშირად რაიმე უძლურება თუ აქვს, რომელსამე წყემს და წინამძღვარს, არა, თქვა დალევა უყვარს. თქვათ რაღაცა იქ თლათ დადებითი სოციალური გავლენა არა აქვს, თქვათ რაღაცა ზედმეტად ფანატია რაიმე საქმის, კიდე რომელიც თლათ ქრისტიანს და მოძღვარს მithmetes არ შეშვენის, არა? ის მრევს, უბიძგებს, რომ ეს ასე შეიძლება. თუ მე ასე არ ვმარხულობ, თქვენც არ იმარხულოთ. მე თუ დღე და ღამე შემიძლია მარტო სპორტული არხი მქონდეს ჩართული, ესე იგი თქვენც ასე უნდა იყოთ. ეს არის დამღუპველი. რომ მე უნდა მოვერიო ჩემს შინაგან სისუსტეს და ის სისუსტე ისე უნდა მრცხვენოდეს, არა თუ სხვებს გავუზიარო. პირიქით იმას მე ვმალობ და მარტო აღსარებაში ვამბობ. იმიტომ ვამბობ აღსარებაში, რომ სირცხვილია ელემენტარულად და აღსარებაში მიძლიერდება სინანული. მე იქ რაღაცა ვერ შევძელი დღემდე, რომ რაც შეიძლება მცირე საათები მეძინოს, რომ თუ კი საშუალება მაქვს აუცილებლად ვიძინებ, ეს ჩემი უძლურებაა, მაგრამ მრევლს კი უნდა უთხრა, რამდენი მოგინდება, იმდენი დაიძინეო. მრევლს და საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა უნდა უამბო მღვიძარების მაგალითები ჩვენი არაჩვეულებრივი მამებისა. ის რომ კეთილშობილი და ნიჭიერი ადამიანი დაფასებული არ არის, ესეც იმთავითვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მე ეს ყველაფერი ჩემით შევისწავლე, იმიტომ რომ მყავდა ის ვინც მითხრა, რომ რაც ეხლა უნდა აკეთო შენ, ეს არის უნდა იკითხო მუდმივად დიდი და გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება. მაშინ ამაში არ მოიაზრებოდა წმინდანები, მაგრამ მადლობა ღმერთს ქართული ლიტერატურა სავსეა მაგალითებით. მერე კიდევ, როდესაც ერის ადამიანების ცხოვრებას კითხულობ, უზარმაზარ გამოცდილებას ღებულობ. ეს ასევეა საჭირო გამოცდილების შეძენის მიზნი და მე შემიძლია ვთქვა, გარდა უიშვიათესი გამონაკლისების არც ერთი ცნობილი ადამიანი არ ყოფილა. ჩემო გიორგი, რომ გონია, როგორ იდგნენ დიდების მწვერვალებზე ის მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები და დიდი ადამიანები, თუნდაც პოლიტიკური მოღვაწეები და როგორი განსაცდელები ჰქონდათ, როგორ სისხლით, ოფლით, გაჭირვებით, ტანჯვით მოიპოვეს ყველაფერი, არავინ არ აძლევდა საშუალებას იმას, რომ რომელიმე დიდი მსახიობი ვერ ვიტყვი ვიღებს ხედელოშიცა გამოვიწოდა და ჩვენ შევხაროდით ამას ქართული ერის გენიას და მართლა ადამიანს, რომელიც უბრალოდ არტისტია არის, იყო ხელოვანი, უდიდესი და რა გაითუნდაც ვიდრე გამოვიდოდა კულისებში რა უთხრეს. რამდენჯერ ფეხსაცმელში ჩაუგდეს მინის ნამტვრევი და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე ეს ადამიანები ამას იტანდნენ. ჩვენ რომ ერის ადამიანების ეს მაგალითები ძალიან ბევრია. სამწუხაროდ როცა ვიხსენებთ, ეხლა ძალიან ბევრი პროექტი არის ამაზე, დიდი ქართველების გახსენება და მათ გაჭირვებაზე არაფერს არ ვლაპარაკობთ იმაზე, რა შურის პირობებში იზრდებოდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ მათ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ქრისტიანისთვის როცა ასე განსწავლული მოვა, აღარ გექნება დასამტკიცებლის შენ რაიმე უნდა მოითმინო. შენ ამას ითმენ ცათა სასუფევლისათვის და ის ადამიანები ითმენდნენ იმ საქმის სიყვარულისთვის, რომელიც ემსახურებოდნენ. ამიტომ ამ ცხოვრების მთლიანად შესწავლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან ძნელია.
გული გეტკინება, აქა ბარიერი არ არის, ის რომ შენ დაგჩაგრავენ, ის რომ შენს მაგურად ვიღაცას გამოარჩევენ და ასე შემდეგ, როდესაც რატო უშვებს? შენ არ რატო უშვებს უფალი ამას? არა, უფალი ამას ანუ ჩვენ რა გაკვეთილი უნდა მივიღოთ? ჩვენ ხო ხდებით ეს კი? ჩვენი ხო ეს ყველაფერი ჩვენი ადამიანი უშვებს, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ნება მოგვწევს, უფალი არ უშვებს ამას. ეს უფლისნება არის. მოგვწევს თავისუფლება და ეს ადამიანები უშვებენ ამას, აი მათ შეუძლიათ რომ აი არ შერცხვეთ და აი მაგალითად რომელიმე დიდი პიანისტი არის, ასე ვთქვათ, სუფრაზე. და ვიღაცა გამოიყვანონ, აი თავის დროზე კულტურის სახლში რო არ დააკურებინებდნენ და იმისი სადღეზე რო თქვას თამადამ და აიყვანოს ზეცაში და ეს დიდი მუსიკოსი უნდა იჭდეს და ეს ისმინოს. ეს ქართულ სინამდვილეში მუდმივად ასე ხდება. იმიტომ რომ იმას რაღაცის საშუალება თან ვიღაცის კარგი. რა თქმა უნდა, იცით, ძალიან კარგი მაგალითი არის როდესაც აკაკი წერეთელთან ხართ ეგეც უფრაზე? როგორ არ ყოფილი ვარ, როგორ არ ალბათ მაგას კი და ჩემს საზოგადოებაში იცით ცოტა ადამიანები უნდა მოგერიდნენ ახლა ხო მაგრამ არ ერიდებათ აი მაგალითად თამადა სასულიერო პირი ხარ იქ და იწყებს დამოძღვრას ყველას თან როგორ თქვენ კარგად იცით დამახინჯებულ რაღაც აი სადღაც ორღობეში გაგებულ ამბებს უყვება საზოგადოებას და ერთადერთი რაც შეიძლება თქვას რომ აი მამაუც დამემოწმება ამაზეო თორე ის რომ შენ გათქმევი და შენი საქმე აი ნახეთ კომპეტენტურობის არარსებობა სანამდე მივყავართ და ეს მაგალითები მნიშვნელოვანი ახლა რაღაცას ვამბობდი ცოტა კი დამავიწყდა რომ მუდმივად იცით აი შეუძლიათ მაგალითი მეს ჩემთვის ისეთი კლასიკური მაგალითი ამაზე მიწერია და ეთყობა უფრო ხშირად უნდა გავაკეთო აკაკი წერეთელთან ერთგვარი მიმოწერა ბრჭყალებში იმიტომ რომ ეს მიმოწერა და ეპისტოლური ჟანრი კი არისო ქონდა ვინმე ყიფიანის გვარის კაც ვარდენს თუ გახსოვთ რომელიც იყო ეხლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სამეფო სოფელი ერთი ცოტა აღარ მახსოვს ახლა გამახსენდება ეს არ ძალიან ცნობილი სახელია და მიწევს იქ ყოფნა და წარმოგიდგენიათ აი აკაკი წერეთელი ხომ იცით აი პოეზიის კლასიკოსი აი იცით იშვიათი კლასიკოსი აი სხვადასხვა გაგებით ასე შემდეგ და ეს რაღაცას თავისთვის ბურჯგალაობს სოფელში ტალახში და რაღაცებს წერს ბატიფეხურად და ღვანგითი მაპატიეთ ღვანგითელებო ამ სოფლის სახელი დაგავწეს ძალიან ისტორიული და მნიშვნელოვანი კარგი სოფელია და აკაკის მიმართავდა ასე შენ საჩხერის არწივი ხარ მე ღვანგითი შევარდენიო როდესაც ადამიანს აი ამბიცია რომ ადამიანს თავისი ნაჯღაბნი შეუძლია დააყენოს აკაკი წერეთლის გვერდით და ეს დღეს ასეა აბა ვის ვაძლევთ დღეს რუსთაველის პრემიას რუსთაველის პრემიას ადამიანს რომ აძლევ იმას რუსთაველის გვერდით აყენებ და ეხლა ამათი ოპუსები დავაწყოთ და ვნახოთ სად არის იქ ეს მადლიანი ქართული ასეთი მაგალითები ბევრია კიდე სხვა სფეროშიც ეხლა მუსიკას და პოეზიას შევეხე მაგრამ მე მახსოვს როდესაც ჩემი ძმა იყო არ ვიცი დავხვდეთ მე-7 კლასში და თავი დაანება სპორტში სიარულს კერძოდ იგი იყო კლასიკურ ჭიდაობაში და ძალიან პერსპექტიული და არჩეული მონაცემები ჰქონდა. და იცით რა თუ დაანება თავი გაიმარჯვა და გამარჯვებულად ის მაღაზიის საწყობის გამგის შვილი რომელსაც ფული ჩაუდო საჭს ის გამოაცხადეს ესეთი რამეა რომელიც გულს უტეხს ძალიან ბევრ ახალგაზრდას აი ამას როგორ უნდა გაუძლოს მამა ეს ხომ აიც წინ რო წავიწიოთ ვერ უძლებენ ამას ადამიანს რატო ვერ უნდა გაუძლოთ ვერ უძლებენ იმიტომ რომ აი ბავშვები ანებებენ თავს გამოიქცა და ესე რო იყოს მე თელი ცხოვრება მხოლოდ გაქცევით მე სწავლის სისტემი უნდა დამენებებინა ექიმობის სისტემი უნდა დამებინა თელი ცხოვრება. ხო, აი როგორ გაუძელით, მაგას გეუბნები. იცით, მაგას არ ვუყურებ, მე ამას დაჩაგვრად კი არ მივიღებ.
ვიცით ადამიანში არის ეს მოცემული ხო აი ბავშვმა როგორ დაიფიქროს ამაზე არა და აი ბავშვი რო ვიყავი მართლა ვგრძნობდი მე არ ვიცოდი ღმერთი არ ვიცოდი ეს მთელი კატეგორიები რაც ღვთაებრივ განსხვავებას ის არის დამახასიათებელი მაგრამ თავის ენაზე ჩემ თავს ამას ვუხსნი და ვინ მახსნებინებდა ნეტა ჩემი მფარველი ანგელოსი რომელიც თავის დროზე გადამადგმებინა ნაბიჯები ხო ჩემი მაგალითი არაფერი მოსატანი აქ არის უბრალოდ მხოლოდ იმის დასადასტურებლად რომ ეს უნდა განიცადო მაგრამ თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და ენერგია ეს გადალახოს მაგრამ ყველა არიბადება ასეთი მონოლითური ფსიქიკური წყობით ძალიან ბევრი არიან. რატომ ამო კი დაგაზიანად კიდევ? მოწყვლადნი. ამდენს ინერვიულებდით ხო? ხო, მაგრამ არ ეს დაზიანება არ არის. თუ გზიდან გადაგახვევინა ესაა დაზიანება. და ბევრი ადამიანი მოწყვლადია. აიტო ქრისტიანობა რისთვის არსებობს? ჩვენ ვეუბნებით ყველას ჩაგრული მართლა მარტო ის ხომ არ არის ვიც მონა და რაღაც ყმაგლეხი და ასე შემდეგ ხომ? აი ნებისმიერ ვითარებაში ოჯახში ჩაგრება ზოგიერთი ადამიანი. შეიძლება მშობლისგან მე უამრავი ადამიანი მინახია ასეთი როდის ვისაც შეუჯდება ეშმაკი არავინ იცის სკოლაში, სამსახურში, საზოგადოებაში, ქუჩაში, აი პატარა ბავშვებიც კი იმდენად არიან ახლა ხო გვაქვს მათთან ურთიერთობა ისეთ რამე სიტყვები გული მისწვდება და შევთვლი ხოლმე მის მასწავლებლებს რომ მიაქციეთ ამას ყურადღება ბავშვს არ უნდა კონდეს ესეთი გარემო ცხადია და ეკლესია დგას აი ამ ჩაგრულების გვერდით. ამიტომ არის ჩვენი მისია ძალიან დიდი ჩვენ მუდმივად ადამიანებს უნდა ვეუბნებოდით რომ ჩვენ ვართ ის ვინც დაარსა ქრისტემ ეკლესია. ჩვენი თავი არის უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომ მის და კვალ მაგრამ ისე როგორც ჩვენ შეგვიძლია ახლა ზოგს მეტად ზოგს ნაკლებად ჩვენთან უნდა მოხვიდე და ჩვენთან მიიღებ ამას ღვთის მადლის მეშვეობით. აი მორ სიტყვას რასაც მათქვევინებს უფალი. ის რასაც ჩვენ განიცდი ხათთან რომ მიხვალ, ის რასაც განიცდი ლიტურგიის დროს, ეს არის სწორედ ის იცით ირაციონალური და არალოგიკური რამეები, რაც ეკლესიაში ხდება. და ამიტომაც უნდა იყოს ეკლესია ყველას თავშესაფარი. ამიტომაც უცნაურია, როდესაც მავანი ეკლესიის კრიტიკას იწყებენ და ღმერთის უარყოფას, რადგან ამით ისინი ბოროტებას ემსახურებიან, რადგან სწორედ ეს არის ამ ადამიანების თავშესაფარი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ასე რომ დედაღვთისმშობელი დაგვიცავს თქვათ თორსა დედაღვთისმშობელი გაგვიკეთებს ყველაფერს მაგრამ ჩვენ ადამიანებს ესეც უნდა ვასწავლოთ დედაღვთისმშობელი ლოცულობს დღეს საქართველოსთვის და კიდევ ვინ არის მზად იმისთვის რომ მასთან ერთად ილოცოს და უნდა ვუთხრათ ადამიანებს ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ლოცვა ეს საშინაო დავალება კი არ არის რომელიც გეზარება იმის გამო რომ იმ მასწავლების გაკვეთილი არ გინდა საერთოდ არა ეს არის თანამონაწილეობა უხილავ საოცარ სამყაროში სადაც შენ შემოგყურებენ აი რომ დაგვანახა რა პატივში ვართ ჯერ კიდევ აქ. ხო ჯერ ანგელოსი გამოგზავნილი ხალხი იმდენ ენერგიას ხარჯავს იმაში რომ ეს დაცვა შეიქმნას. და ჩვენ ფარველი ანგელოსი ღმერთმა გვაჩუკა და მთელი ცხოვრება არასოდეს ამას არ დაგვაყვედრეს იმიტომ რომ ღმერთია და მამაა ჩემი და ამას კი არ დამაყვედრეს თუ საჭიროა და ნამეტანი დიდღვაწში შევედი მაკარი დიდივით ანგელოს შემიცვლის და უფრო მაღალი იერარქიის მაგალითად სერაფიმს ან ქერუბიმს გამომიგზავნის ხედავთ როგორი არის დამოკიდებულება რომელი არის თქვენთან ყველაზე დაბალი ანგელოსი რომ ეგება რამენაირად რაღაცა სუნთქვაში მომეხმაროს და სულიერ დაბლიო და სულიერ თოვლში და ალახში და ეს ხოთაშორის ანგელოს თქვენ თვითონ აძლიერებთ რა ის ანგელოზი არა მე არა მე ჩოლობრივი და რა შეეხება ჩემს პირადულზე თუ გადავდიხარ გიორგი ნახეთ მე მინდა რომ ქრისტიანება დაინახონ აი ლოცვის მნიშვნელობა და ის რომ წირვაზე ვდგევართ აი ნახეთ როგორი ამბავი აღწერილი
პატერიქში სულ ვეუბნები ხოლმე ჩემბრელს ამას რომ ვინც დროზე მოვა დილით ლიტურგიაზე ტაძრის ანგელოზი ყველა ზეცხებს თქვენ ამას ვერ გძნობთ უცებ შეიძლება რაღაც გაგიხარდეს აი ეს არის და არის ესეთი ტრადიცია და მათ შორის ჩვენს ტაძარში ყოველთვის აკეთებდნენ ამას და მეც როგორც კი დრო მაქვს ვიხელთებთ უკვე პროსკომიდია მომცა ამის საშუალება ვცხებთ და ვეუბნები ეს ახლა ხილულად გცხებთ იმიტომ კი არა რომ აქ ზეთის ცხების დრო არის იმიტომ რომ შეგახსენოთ რომ ვინც დროზე მოვიდა ტაძრის ანგელოზმა მას ზეთი აწყო მადლი მისცა ჩვენ რომ ვეზიარებით ხომ რომ დაგვანახა უფალი რომელიც ამას გვაძლევს მამაო და რასაც ხედავთ კი არა თავად უფალი დგას იქ და ის სისხლი და ხორცი რომ დაგვანახა ჯვარცმის მისტერია დაგვანახა ჩვენ ვეღარ მოვიწყენთ ეკლესიაში არამედ ჩვენ ვიგრძნობთ რომ ეკლესიაში ვართ ყველაზე საუკეთესო არენაზე სამყაროში რომელსაც ღმერთი უყურებს ჩვენ გვინდა ხოლმე სცენაზე გამოვიდეთ ჩვენ გვინდა ჩვენი სადღეგრძელო თქვან სუფრაზე ჩვენ გვინდა ქებისიგელი მოგცენ ჩვენ გვინდა ორდენები ჩამოვკიდონ და ასე შემდეგ და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს ღმერთისგან ოღონდ უხილავად და ეს უნდა იგრძნო ეს არის მორწმუნეობა და აი და პასუხისგებლობა მამა ძალიან მაშინ ჩვენ უკვე ეკლესიურ ცხოვრებას სხვანაირად შევხედავთ და არ დავიწყებთ რაღაცეების ძიებას ეს არის რაც ჩვენ გაგვაძლებინებს და ეს ადამიანები უნდა მოვიწვიოთ ამ ლოცვაზე კიდევ ვიმეორებ აი თქვათ რომელიმე ჩვენი მრევლის წევრი არის ავად და ეხლა იცით როგორ არის გავრცელებული ძალიან ძიმე დაავადებები და აი მამაო თქვენი ლოცვი თქვენ უნდა უთხრათ რომ ყველა მოწყობაც და მრევლმაც ხშირად აი იმ ქადაგებაში რომელსაც რა ვიცი რას აღარ ვუძღვნით აი ამ ეგრეთ წოდებულ პრაქტიკულ ქრისტიანულ საკითხებს უნდა მივუძღოთ როგორ ვიცხოვროთ ხო უნდა ვთქვათ რომ იცით აი მე მონახ ღვთისა ამან და ამან თავის შვილზე ამასა და ამაზე მთხოვა ლოცვა მას აქვს სერიოზული ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა ხო აი ეხლა ვამთავრებ ამას და მე შევეცდები მაგრამ მე იქნებ ეს ვერ მოვახერხო და ჩემთან ერთად ვინ ილოცებს აი მაგალითად დღეში ორჯერ რო თქვათ მამაო ჩვენო სხვა დღეში სამჯერ მოწყალევსაკარი განგვიღე აი იქნებ წმინდა პანტელეიმონის ლოცვა თქვას ვინმემ და ასე ჩვენ მიხვდებით ჩვენი არსებობის მნიშვნელობას ეს ამ ქადაგების და გაქრისტიანების ნაწილია და თუ ეს შენ მოგეცა და იცი არ უნდა თქვა აუ მე ეხლა სულ ლოცულობ და შენ რას გვი არ კითხულობ ლოცვებს და იმიტომ რომ ადამიანს ჯერ ეს არ მიეცა მას შენ უნდა აუხსნა დავანახოთ ქრისტე უნდა დავანახოთ და ქრისტეს ცნება და აღსრულების აუცილებლობა მიხდი ხო ჩვენ სახეზე ხო მართლა გაოცებული ვარ დიახ არა მე საოცრება არა მართლა საოცრად მამა გიფიცებთ ყველა არა თქვენ შეკითხვა გქონდათ არა აღარ მინდა შეკითხვა მართლა ისე კარგად საუბრობთ იცით როდესაც ვამბობ ჩვენ სიყვარული აუცილებელი ხო თბილი არის არ მინახეთ უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი სულ ხო სიყვარულზე გვესაუბრებოდა და მამაც რემლი ადგება ხოლმე თან თვალე ეს რაღაც არ მინახია მე ხმას არ ვიღებ და რა არის ეს სწავლება სიყვარულისა ხომ მაშინ სახარებას უნდა მიუბრუნდეთ უწვესი ამას გვეუბნებოდა თავის გულში გატარებული უამრავი სიყვარულის და ისრის სწავლობით აი რომ ზედახტიშობრის გულში გაიარა იმ შვიდმა ისარმა უწვესის გული ხომ აი ასეთი დაისრული იყო სულ და ამიტომ მქონდა მის სიტყვას მნიშვნელობა რომ გახსოვთ მისი ქადაგებები როგორი არის ესეთი კონკრეტული მოკლე წინადადებები თქვა მოდი შენს გულამდე და გავსებს რომ თლიანად საკუთარ გამოცდილებაზე არის ის რაც მან განიცადა და იმას რასაც სახარება გვასწავლეს ჩვენ სახარებას სულ უნდა ვუბრუნდებოდეთ უბრალოდ ხანდახან სახარებას არ ვახსენებთ არა და იმის
იმისი სიტყვებით საუბრობთ, იმიტომ რომ იმდენად არის ხოლმე უკვე რაღაც გამჯდარი ჩვენს არსებობაში და ამ სიყვარულზე ხო წერია, ხომ უთხრა, აი, როდესაც იუდას უთხრა უფალმა, რომ აი ეხლაო შენ წადი და რას გაკეთებას აპირებ, ის გააკეთეო, ხო? აი ეს ყველაზე ტრაგიკული წუთები, საათები და დღეები დგება კაცობრიობის ისტორიაში და ამ დროს იწყება ქრისტეს ქადაგება თავისი მოწაფებისა და ანუ მთელი კაცობრიობისადმი და ისეთი საოცარი რიტმოლობით რაღაცა ვერ ვთქვი ხოლმე ახსენებს იყვარებოდეთ ურთიერთას მაგრამ ამ ცნებას ეუბნება რომ ახალ სამცნებასა გაძლევთ მე თქვენო ის რაც ადრე ასე გამოკვეთილად არ იყო ნათქვამი იყვარებოდეთ ურთიერთას მაგრამ უბრალოდ არ იყვარებოდეთო გაგრძელება ვითარცა მე თქვენ შეგიყვარით ღმერთო და ჩვენ ვამბობთ შვილი მიყვარს დედა მიყვარს სამშობლო მიყვარს ეკლესია მიყვარს და უფალი გვეუბნება რომ მე როგორც მიყვარს ისე უნდა შეიყვაროთ ანუ მოწოდება რამხელა და უკვე თუ ერთმანეს იყვარებოდეთო აი ამ სიყვარულით იცნან რომ თქვენ ჩემი მოწაფენი ხართ ან ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ სამყაროს როგორმე ამ სიყვარულის დამოწმებლებად უნდა მოვევლინოთ ძალიან რთულია ხანდახან იმის მაგივრად რომ მოეფერო კაცრ სიტყვას ეუბნები ვიღაცას აი ესეთი დაყვედრების ტონით ვიღაცას ჩხუბის და ასე შემდეგ ელაპარაკები მაგრამ თანდათან ხომ უნდა ვისწავლოთ ეს იცით მარტო როგორ მოიქცევი ეს არ ხარ შენ გულში რა გაქვს ესაა ძალიან მთავარი და ამიტომაც აი რამენაირად ეს სიყვარული უნდა ვუჩვენოთ ასეთი ამბობდნენ მამები კიდე თეოლოგები და ვინც ღმერთზე ფიქრობდა რომ იცით არასოდეს არ უნდა შეეკრა ბოროტებას ამ სოფელს არაფერს არ უნდა შეეკრა რადგან როდესაც ჩვენო ქრისტიანები შევეკვრებით აი ვთქვათ ძალიან ბევრს უნდა რომ დღეს ქრისტიანობა რაღაც მოდერნიზირებული იქნას ხომ ანუ გათანამედროვდებს ხო და აი რას ამბობენ მამები ეს შენი რწმენა და ქრისტიანობა ამ თანამედროვეობასთან ერთად გარდაიცვლება როგორც კი დადგება ახალი ეპოქა ახალი ამიტომ ჩვენ მიჯაჭულობა არაფერზე ამის გამო არ უნდა გქონდეს ეხო ძალიან ღრმა ფესვებია ძალიან ღრმა ფესვები რომელსაც მე არ ვიცი რამდენი საფრთხისმეტყველო გადმარტება აქვს მაგრამ ის რაც ჩვენ გვასწავლეს რომ ეს სიყვარული დროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და არც ვითარებაზე. ამიტომ ის მამები, რომლებიც იღწოდნენ ხომ, მამა გაბრიელი, მამა ვიტალი, მამა კონსტანტინე, ქვარაია, მამა შიო, ძიძავა, ეხლა ჩამოთლა გეროდა დაიწყო ვინმე აცრება და დამავიწყდება, ხო ძალიან ბევრი. ნახეთ როდის მოღვაწეობდნენ აი ამ გაქანებული ათეისტური რეჟიმის დროს და ადრინდელებს თუ გადავხედავთ გაბრიელ ქიქოძეს და აი იმ თაობას ისინი ხო მაშინ მოღვაწეობდნენ საქართველოს ეკლესია ავტოკეფალია აყრილი რომ იყო და რუსი ეგზარხოსი განაგებდა ყველაფერს და ისე მოახერხეს ცხოვრება რომ წმიდანები გახდნენ წმიდანად რანაირად უნდა მოახერხოს მამო ეხა უფრო ძნელია იცით არა მე არ ვერ შევადარებ მაშინ არ ყოფილ ვარ ხო მაგრამ აი მაშინ ხო იყო ეს ისა რა ქვია ეს ზეწოლა ხო ზეწოლა ის გაძლიერებდა მამო ეხლა რაღაცა მოდუნებული პერიოდია რომელიც აი საერთოდ ვერ გაიგებ ბოროტი ისეთი ლამაზი სახით მოგადგა რომ ვერ ხვდები ბოროტებაში და კიდე უარესები მოხდა იმათ ისწავლეს ბევრი რამ და ჩვენ სამწუხაროდ ქრისტიანები ისე ვართ სასოებელი ქრისტესი რომ გვავიწყდება რომ დავისწავლოთ. აი მამა ანტონ გულიაშვილი რომელიც გიორგი შენც ასე ძალიან გიყვარს იცით როგორი ესეთი სიტყვა მკვეთელი იყო და ყვებოდა ის რაც იცით ეკლესიის წევრებმა იციან ხოლმე შესაძლებელია რაიმე დოკუმენტურ ფილმშიც კი არის რომ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოღვაწე აი იმ ბოლშევიკური უსამართლობისა იყო ასეთი გაგანოვიჩი
როდესაც ძალიან დიდხანს იცოცხლა და დაახლოებით 90 წელს გადაცილებული იყო, მასთან ინტერვიუზე მივიდნენ და აი ელაპარაკდნენ ეკლესიასთან დამოკიდებულებაზე. იცით რა თქვა? მან თქვა რომ ჩვენ ეხლა უფრო ჭკვიანურად მოვიქცევით. აი თითქოს. იმიტომ რომ ეს ბოლშევიკები ვინმე ერთი ჯგუფი კი არ არის. მათ ადრე ყავდათ მთელი ეს ათეისტები, ეს ანტიმონარქისტები, რომლებიც მთელი ევროპა და ისინი ჩვენ არიან. ანუ ყველა ვინც ანტიქრისტებს მსახურებს. ეს ერთია და ჩვენ უფრო ჭკვიანები ვიქნებითო. ჩვენო ვერ გავითვალისწინეთ ისო საბჭოთა კავშირი, საბჭოთა წყობილების დამყარების წლებში. მოგადექით და მოწამეებად გაქციეთ და მე ხალხი მოვიდა. ანუ ის რომ გადაასახლეს, ის რომ დახვრიდეს და ასე შემდეგ და მოწამეობა და ეს მოწამეები იქცნენ მე ჩვენს მამხილებლებად და ეკლესია გაძლიერდაო. აი ნახეთ ბოროტი როგორ უყურებს, ასე რომ და ეხლა ჩვენო ისე გავაკეთებთ ამას ყველაფერსო და მართლაც იცით აი განათლების ხანდახან გზით. როდესაც მე მგონია რომ რაც მე ახლა უკვე შემიძლია ეს ვთქვა, როდესაც უკვე ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი გვერდით არ ვყავს ადრე რომ ეთქვა შეიძლება და ყოფილიყო. მე არაერთისთვის მithქვამს, ვინც გარბოდა უცხოეთში სხვა არის და ეძებდა თავიან იქ სულიერ მოძღვრებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყავდეს და იქ გარბოდა, გინდა ათონზე, გინდა ნებისმიერ ოპტინოში, გინდა სხვაგან. იმიტომ რომ ყველგან უნდა იყო და ისწავლო, განა არა ქრისტიანი კი არ უნდა იყოს, მაგრამ აი მე ჩამოდიხარ და იწყებ ამ შედარებებს. და იცით ჩვენ გვაქვს ის სასულიერო კერები, რომლებიც მერწმუნეთ საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვისწავლოთ და კარგი ღვთის მსახურნი ვიყოთ. თუ ცხონება გინდა მithom. იცით აი ამ ჩვენს ქართულს ამდენში, იმიტომ რომ მე ეს ადამიანი სამწუხაროდ ბევრი რომელიც წავიდა ეს მე იმათი გადმოქართულება ცოტა რთული შეიქნა და თუკი მე რომელიმე მყოლია სულიერი მოძღვარი რომელიც არა ეროვნებით არ იყო ქართველი, ზუსტად ის ქართველია, რომელსაც თქვენ ყველანი ზეციურ საქართველოში დაინახათ, იმიტომ რომ ისინი ზუსტად იმაზე იყვნენ საქართველოში შეყვარებულნი, კათოლიკოს პატრიარქი და დაწყებული თუ დამთავრებული და დაწყებული უფლის კვართის დამკვიდრების ადგილიდან, რომელიც მათთვის ყველაფერი იყო, ერთ-ერთ საქმესა და საკოვან სასულიერო პირს, როდესაც წმინდა ნინოს ხატი ჩაუტარეს, ჩვეულებრივი ხატი და ეს ვაიმე. ესე იგი იმისი ცრემლები და დღეს მეო წმინდა ნინო მინახულაო. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოსო და აი მისი ლოცვა, მისი ცრემლები, მისი სიყვარული ნინოსადმი და ნინოს განათლებული საქართველოსადმი აბსოლუტურად გამორჩეული და კარგი იყო, რაც მე ვთქვი, ამაში არაფერი უცხოურის მიმართ რაიმე ისეთი დამოკიდებულება არ არის, მithumetes მე იცით როგორი ვარ კოსმოპოლიტურად მოლოცვილი მთელი სოფლიო ადრე ახლა ღირსად დავდივარ და ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები არის, მაგრამ იცით ეს ქართული საქართველო ჩვენი სისხლი უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერი მატარე, ჩვენ კი არა ვართ ყველაზე უკეთესები, ხანდახან ჩვენ გვეშლება ეს. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ღმერთისაგან მოცემული საოცარი პოტენციალი. შიგნით, აი შიგნით გვაქვს მოცემული, რომლითაც ჩვენ მართლა შეგვიძლია გავხვდეთ საზეპურო ერი. მაგრამ მას დიდი ძალისხმევა ჭირდება, მოღვაწეობა, ლოცვა და ძალიან დიდი უკიდეგანო სიყვარული. უდიდესი მადლობა. 1 საათი ისაუბრეთ, რა ვიცი, ნეტა კიდე იყოს დრო, რომ თქვენ ძალიან უფრო მეტი მინდა რომ ისაუბროთ რა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. დიდი მადლობა რომ ხარ. შენდობას ვითხოვ მრავალ სიტყვაობისა. გასამოვთ პირიქით, მამაო, განვიხილეთ თელი, რა ვიცი, რელიგია, კულტურა, ყველაფერი და თან ამ ეს ყველაფერი ისე მოვარგეთ დღევანდელ ადამიანს, თუ გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს, მამაო, საოცრება იქნება და დიდი მადლობა ამისათვის და იმ ლამაზი ახსნისათვის და იმ თლიანად აი რაღაცნაირად ისე შექმენ, თუ მართლა
აი მეც კი უძლური ვიყავი დღეს ლაპარაკისგან მართლა შენდობას ვითხო არა პირიქით მამო მართლა მწვენია არა რა სამოთ მამო ძალიან მაგარი იყო მართლა აი ვაღიარებ და დიდი მადლობა მამო აი ლამაზი მართლა საოცარ სპექტაკლი რავი რა დადგით ვერ მივხვდი აი უდიდესი მართლა შემოქმედება რა უღრმესი მადლობა მამო ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ რა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ ეკლესიას ესე გულით და სულით ემსახურებით იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული და მე მინდა რომ ყოველთვის იყო დაფასებული ისეთი ხალხი ვიყოთ ჩვენ რომ თქვენ გხედავდეთ და იმ ღვაწლს ხედავდეთ რაც თქვენ პატრიარქისგან და იმ დიდი მამებისგან გაქვთ და აუცილებლად ჩვენ დავიხვეწებით ეგრე და გავნათლდებით რაც თავარია ზეციდან ეგრე რომ თქვენ აი ხალხი დავაფასოთ რა მაგრამ თქვენ მამო ისე დაფასებული ხართ ვინც ვერ დაგაფასებთ ის არის ცოტა მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთაც ბედნიერებას გისურვებთ მე გახდით გიორგი დარასელია აუცილებლად დაგიბრუნდებით იქითა სამშაბათს ხოლო ეს კვირას გავა ეს გადაცემები აუცილებლად განმეორებით საღამოს კარგად ზანდებოდეთ დროებით